5 წლის წინ შემოდგომის დაახლოებით ეს პერიოდი იყო, როცა PlayStation 5-ის გაყიდვები დაიწყო და ეს მიმი გახდა აქტუალური. დარწმუნებული ვარ, ბევრმა ჩვენგანმა ამოვიცანით აქ ჩვენი თავები. გადავხედოთ PlayStation 5-ის განვლილ 5 წელიწადს და ერთად ვნახოთ დღესაც თუ ღირს მისი შეძენა. ხო, თუ ტექნოლოგიური სამყაროს ირგვლივ თემები შენთვის საინტერესოა, არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეს. გვახსოვს COVID-ის პერიოდი იყო და წარმოების მხრივ ბევრ კომპანიას ჰქონდა პრობლემები, მათ შორის Sony-საც. და საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით იყიდებოდა ახალი კონსოლები. თბილისში მაღაზიებთანაც კი იდგა რიგები გაყიდვების დაწყებისას. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით 80 მილიონ სალამდეა უკვე გაყიდული, რაც უხეშად ორჯერ აღემატება მის უშუალო კონკურენტს. განხილვა დავიწყოთ დიზაინით. ერთი შეხედვით საკმაოდ დიდი ზომის კონსოლია, თუმცა დიზაინის მხრივ ჩემი აზრით საუკეთესო. განსაკუთრებით მომწონს უდისკო ვერსიის დიზაინი, რომელიც უფრო დახვეწილის შთაბეჭდილებას მიტოვებს. თეთრი პანელები, ფუტურისტული აი ეს ხაზები, ლურჯი რბილი განათება ნამდვილად თვალშისაცემია და ინდიფერენტულს ვერ დაგტოვებს. საერთოდ ცალკე თემა აი ეს კონტროლერი, რომელიც უდიდესი განახლება იყო PlayStation 5 სერიაში. თამაშის დროს შეგრძნებებზე როცა ვსაუბრობ, ეს კონტროლერი ნამდვილად საუკეთესოა 5 წლის შემდეგაც კი. აი ეს ვიბრაცია haptics რასაც უწოდებთ, ღილაკების გრძნობელობასთან ერთად იდეალურია ნამდვილად და მოკლედ ამ კონტროლერის შემდეგ სხვა კონტროლერი უკვე რაღაცა ის არ არის, რაც უნდა იყოს. კონსოლზე და კონტროლერზე ვისაუბრეთ და ეხლა შევეხოთ ერთ-ერთ თავარს, თამაშების თემას და შევეხოთ რა თქმა უნდა ექსკლუზივებს. God of War-ის სერია და კრატოსის და მისი შვილის ურთიერთობა. Spider-Man-ის სერია და Peter Parker-ის და Miles Morales-ის ტანდემი. Ghost of Tsushima, Horizon-ი, Uncharted-ი, ერთ-ერთი ყველაზე საკულტო თამაში Last of Us-ი. ეს არ არის მხოლოდ თამაშები. ეს არის მთელი გამოცდილება, შეგრძნებები, ისტორიები, ემოციები. სწორედ ეს არის იმ ყველაფრის ერთობლიობა, რაც PlayStation-ს ხდის ჩემთვის საუკეთესო კონსოლს. რაღაცა პერიოდის შემდეგ, ძირითადად რამდენიმე წლის შემდეგ კი გამოდის ზოგიერთი თამაში PC-ზეც, თუმცა თავიდან რა თქმა უნდა რჩებიან PlayStation-ის ექსკლუზივებად. ჩემ მფლობელობაში გახლავთ პირველი გამოშვება PlayStation 5-ის, უდისკო ვერსია. ამის შემდეგ კიდე ორი გამოვიდა, ეს არის slim ვარიანტი, რომელიც უფრო კომპაქტურია და Pro ვერსია, რომელიც წარმოდგენილია უკეთესი გრაფიკული პროცესორით, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ გაუმჯობესებული გამოსახულება და მივიღოთ უფრო მეტი კადრი წამში, აი FPS, რასაც უწოდებთ. ჩემი გამოცდილებით იდეალურად მოვიდა დღემდე კონკრეტულად ეს კონსოლი. არ შემიჩნევია რაიმე შეფერხება, ზედმეტი ხმაური და უახლეს თამაშების გამოცდილებაც რა თქმა უნდა იდეალურია. გვერდიგვერდ რომ შევადაროთ, ალბათ საგრძნობი იქნება განსხვავება Pro-სთან, თუმცა ვფიქრობ არაკრიტიკული. ერთ-ერთი პატარა დისკომფორტი არის SSD-ის ზომა, რომელიც არის 825 გიგაბაიტი და ზოგიერთისთვის ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი. ასევე კონტროლერზე შევამჩნიე კიდევ რამდენიმე წლიანი მოხმარების შემდეგ აი ეს ნაწილი გაცვდა ოდნავ. აქსესუარებიდან ყურსასმენებს ვიყენებ, რომელიც უკომფორტულესი აღმოჩნდა რამდენიმე საათიანი გეიმინგ სესიის დროსაც კი. მოკლედ, დამსახურებული ადგილი აქვს ჩემ მოწყობილობებს შორის და ამაყად ამშვენებს ტელევიზორის აი ეს ქვემოთ არსებულ შუა თაროს. რომ შევაჯამოთ 5 წლის შემდეგ, დღესაც შესანიშნავი კონსოლია PS5. მათ შორის აი ეს პირველი ვერსიაც და ზუსტად ამის შეძენასაც გავუწევდი დღეს რეკომენდაციას და ახლავე აგიხსნით თუ რატო. მოდი გადავხედოთ სიტუაციას ბაზარზე. წამყვან მაღაზიებში ჩვენთან Slim-ი მხოლოდ დიჯიტალ ვერსია 1500 ლარამდე ღირს. დისკიანი 1800 ლარამდე. Pro ვერსია არის 2500 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება ჩემნაირ ვერსიას, მეორად ბაზარზე 900 ლარის ფარგლებშიც კი მოიძებნება განცხადებები და თუ ჯერ კიდევ შემოგშათ PlayStation 4, ტრეიდინის გაკეთებაც კი შეგიძლიათ. სწორად ასე შევიძინე მეც თავის დროზე და ამ განცხადებასაც პრინციპში ადვილად მიაგნებთ. გამომდინარე იქიდან, რომ PlayStation 6-ის გამოსვლის პერიოდი გავრცელებული ინფორმაციით შეიძლება იყოს 2028 წლის მეორე ნახევარიც კი, ბიუჯეტის გათვალისწინებით ნამდვილად რეკომენდაციას გავუწევ სწორად PS5-ის პირველი ვერსიის შეძენას. თან მაისში ხომ GTA 6 გამოდის. ეს იყო ჩემი გამოცდილება PlayStation 5-თან მიმართებაში. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო და ლაიქსაც არ დაიჭურებთ. თუ მსგავსი ტიპის ვიდეოები თქვენთვის საინტერესოა, არხის გამოწერაც არ დაგავიწყოთ და ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.